მოგესალმებით. მადლობა რომ აღწევდებით ყველას. პირველი მოხსენება ეხება დოგლაურასა და ბერიკლდებზე ჩატარებული არქეოლოგიური გაფრენის ანგარიშს დაგეგმებული პლანები და მოხსენების შესახებ. მადლობა. მოგესალმებით. 2025 წელს ჩვენმა ექსპედიციამ იმუშავა დოგლაურსა და ბერიკლდებზე. ექსპედიციის წევრებს ხედავთ ეკრანზე. ეს ორი ძეგლი მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელი დოგლაურის მიმდებარედ ავტობანის, ასე ვთქვათ, ტერიტორიაზე არის დოგლაურის სამაროვანი, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ავტობანის მშენებლობის დროს გაითხარა, ხოლო დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით არის ბერიკლდების ცნობილი ნამოსახლარი, ბერიკლდები 1 და 2015 წელს გამოვლენილი ანგარიში მითითებული როგორც ბერიკლდები 2. შუაში ხედავთ დედოფლის გორის ნამოსახლარს. 2025 წლის მაისში ჩვენ ჩავატარეთ გეოფიზიკური დაზორვები. მარჯვნივ ეს არის დოგლაურის ტერიტორია, ხოლო ქვემოთ ეს არის ბერიკლდები. გამოვლინდა ანომალიები ორივე ძეგლზე და სწორედ ამ ანომალიების შესასწავლად ჩვენ დავგეგმეთ არქეოლოგიური სამუშაოები. როგორც მოგახსენეთ 2000 ავტობანის მშენებლობისას, ეს არის 2012 წლის საპროექტო ტერიტორია, 2013 წლის და ეს მცირე ტერიტორია ეს არის 2015 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლენილი სამარხები. 400-ზე მეტი სამარხი იქნა ამ პერიოდში შესწავლილი. მარჯვნივ ეს არის ბერიკლდები 1-ის ძალიან ცნობილი ნამოსახლარი, ხოლო ამ კვადრატულ ბადეში მოქცეულია ბერიკლდები 2. ყვითელი ეს არის ჩინური კომპანიის მიერ დაზიანებული ტერიტორია, ხოლო აქ ნაწილი ეს არის ის არეალი, სადაც 2015 წელს ბატონმა იულონ გაგოშიძემ და მინდია ჯალაბაძემ ჩაატარეს გადარჩენითი სამუშაოები და სწორედ ამ დროს გამოვლინდა აქ დანგრეული შუაბრინჯაოს ხანის სამარხი და ქვაყრილი. ხედავთ აქ საცდელ თხრილებს, რომელიც ჩვენ დოგლაურის ტერიტორიაზე გავავლეთ. ეს არის დოგლაურის სამაროვნის სამხრეთი ნაწილი, ეს ჩრდილოეთი. უმეტესი თხრილი ეს იყო ანომალიების, ასე ვთქვათ, დასადგენად, თუმცა სამწუხაროდ სამარხები ამ თხრილებში არ დადასტურდა. შემდეგ აი ამ ტერიტორიაზე ავტობანის პარალელურად ჩვენ გავავლეთ თხრილები და აქ 5 სამარხი გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის. ეს მარცხნივ არის პოლიგონები გეოფიზიკოსების მიერ გამოვლენილი, ხოლო მარჯვნივ სამარხების გეგმა.
ეს არის სამხრეთ ნაწილში, დოღლაური სამაროვნის სამხრეთ ნაწილში გაკეთებული საცდელი თხრილები. ნომერი მე-5 თხრილი, ნომერი მე-6 და ნომერი მე-5. ეს არის თავდაპირველად ქვაყრილი შეინიშნებოდა მიწის ზედაპირზევე, თუმცა იმ ადგილებში, სადაც იყო ქვაყრილი, სამარხები არ დადასტურდა. ეს არის ნომერი 1 და ნომერი 1A სამარხები. კვარერაქსის სამარხი დაზიანებული, ის თავზე კვარერაქსის სამარხის თავზე მოქცეული იყო სავარაუდოდ შუაბრინჯაოს ხანის ბოლო ეტაპის სამარხი, რომელშიც მიცვალებულის ძვლები არ დადასტურდა. ხედავთ სამარხეულ ინვენტარს, აქ იყო ბრინჯაოს ერთი მასრე გახსნელი შუბისპირი, ორნამენტირებული თიხის ჭურჭელი, კაჟის ანატკეცი და ბრინჯაოს ხვია. როგორც მოგახსენეთ, ამ სამარხში მიცვალებულის ძვლები არ დადასტურდა, ხოლო კვარერაქსულ სამარხში მიცვალებული მარჯვენა გვერდზე ხელფეხმოკეცნ მდგომარეობაში იყო მოთავსებული. სამარხში მხოლოდ ეს ერთი ოზრდილი ზომის ორყურა თიხის ჭურჭელი დაფიქსირდა. სამხრეთ ნაწილშივე გამოვლინდა ნომერი მე-2 სამარხი და ნომერი მე-3. ნომერი მე-3 სამარხი დაზიანებული იყო სხვადასხვა ძირითადად 90-იანი წლების სამშენებლო ნაგავი იყო აქ მოქცეული. ბოძიც აუმართავთ ამ ტერიტორიაზე და შესაბამისად ძალიან დაზიანებული. ეს არის ნომერი მე-4 სამარხი. არქეოლოგიური მასალის მიხედვით თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ადრეული ეტაპით. სამარხი გაძარცული იყო, მიცვალებულის თავის ქალა მოქცეული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. აი ეს ხედავთ არეულ მდგომარეობაში თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს და მიცვალებულის თავის ქალას. ორნამენტირებულია თიხის ჭურჭელი, ეგრეთ წოდებული სოლისებური ორნამენტით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს ადრეულ ეტაპს განეკუთვნება. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-14 და მე-13 საუკუნეები. ნომერი მე-5 სამარხი ასევე გვიანი ბრინჯაოს ადრეული ეტაპით თარიღდება, მიცვალებულის ძვლები არ დაფიქსირდა, მხოლოდ ადამიანის ერთი კბილი იყო სამარხში. ხედავთ აქ ნიჟარას სამარხის ძირზე და თიხის ჭურჭლის გვერდს, რომელიც სამარხის მთელ შევსებაში ამოდიოდა, რაც მიანიშნებს, რომ სამარხი დიდი ალბათობით გაძარცული იყო. ორნამენტირებული ეგრეთ წოდებული წერტილოვანი ორნამენტით შედგენილია სხვადასხვა მოტივები, სამკუთხედები და სარესტავრაციოდ არის გადაცემული ეს ჭურჭელი, თუმცა დიდი ალბათობით მეანდრეს მოტივი უნდა იყოს გამოსახული. საინტერესო სამარხი აკლდამა იყო ნომერი მე-6 კვარერაქსის პერიოდის. დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა მიწის ზედაპირიდან ეს ქვაყრილი. აქ ხედავთ, რომ სამარხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მოქცეული იყო ძვლების გროვა, ერთ შეხედვით უსისტემოდ, თუმცა გაწმედისას სამი თავის ქალა იყო ესე რიგით ჩაწყობილი, ორი თავის ქალა სამარხის ძირზე დაფიქსირდა აი ამ მონაკვეთებში. ამ ძვლების წინ დაფიქსირდა ესეთი დაზიანებული თიხის ჭურჭელი, მცირე ზომის ბრინჯაოს სატევრით. ეს არის ისეთ მდგომარეობაში, ქვემოთ ხედავთ მას უკვე გაწმენდილს, რომელიც მუზეუმის თანამშრომელმა მარიკამ ჭედროშვილმა მოახდინა მისი რესტავრაცია. სამარხშივე დაფიქსირდა ესეთი ორნამენტირებული ქვა, რომელიც ვაჩვენეთ თანა თეთრუაშვილს და ზედაპირი და ორი გვერდი მისი არის ნაპრიალებთან დამუშავებული. არის თუ არა ეს ბუნებრივი ხელოვნური, ამას კიდევ თამატებითი კვლევები აჩვენებს. სამარხშივე იყო ორყურა თიხის ჭურჭელი. მის მახლობლად გამოვლინდა ძალიან საინტერესო ნომერი მე-7 სამარხი, რომელიც ადრეული რკინის ხანას განეკუთვნება.
ჩვენ მე-11 საუკუნეებით ვათარიღებთ ამ ეტაპზე. სამარხში იყო 5 თავხვია ბრინჯაოს საკინძი, რომლებიც ამჟამად არის სარესტავრაციოდ. სამარხში დაფიქსირდა ესეთი ლანგრები, სახასიათო სამთავრული, იგივე ეგრეთ წოდებული შიდა ქართული არქეოლოგიური კულტურისთვის, თიხის ხუფი და 2 სხვადასხვა ზომის ჭურჭელი, რომელიც ამჟამად სარესტავრაციოდ არის გადაცემული. ასევე 100-ზე მეტი სარდიონის ძივი არის ამ სამარხში. ძალიან საინტერესო იყო ნომერი მერვე სამარხი. მარცხნივ ეს არის მისი მიწის ზედაპირიდან ეგრევე დაფიქსირდა ეს ქვაყრილი, ხოლო მარჯვნივ ხედავთ უკვე მას გაწმენდ მდგომარეობაში. სამარხის ზედაპირიდან ძირამდე დაახლოებით 25 სანტიმეტრი იყო არქეოლოგიური მასალა. უშუალოდ ამ ქვაყრილში, სამარხის თავზე იყო გამართული, იყო მოქცეული ინსტიტუტ სამარხის ძირზე მხოლოდ ერთი ორვალუტიანი საკინძი დაფიქსირდა. აქ ხედავთ მოზრდილ ქვას, რომლის ერთ მხარესაც ერთი თავის ქალა, მეორე თავის ქალა კი მის მეორე მხარეს აღმოჩნდა. სამარხის კუთხეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მესამე ინდივიდის თავის ქალა იყო, რომლის კბილებიც აი მთელ პერიმეტრზე, ჩრდილოეთის კედლის მთელ პერიმეტრზე იყო გაშლილი. ჩვენი ვარაუდით ეს რაღაც გარკვეულ რიტუალს უნდა უკავშირდებოდეს და აი მტკვარ-არაქსის პერიოდის სამარხებში ჩვენ რაც გავთხარეთ წელს დაკრძალვის 3 სხვადასხვა რიტუალი დაფიქსირდა. ხედავთ არქეოლოგიური მასალის ნაწილს, რომელიც ამ სამარხში არის აღმოჩენილი 20-მდე ნივთია საერთო ჯამში. ხედავთ კაჟის ისრის პირებს, ბრინჯაოს ხვიები არის ძალიან დიდი რაოდენობით, ბრინჯაოს სამაჯური, საკინძი და ეს ორვალუტიანი საკინძი, ეს არის ინსტიტუტ მდგომარეობაში, მიცვალებულის თავის ქალის სიახლოვეს, ეს კი რესტავრირებული. ჩვენ ამ პარალელურად, დოღლავრის სამაროვნის პარალელურად ვიმუშავეთ ბერიკლდეების ნამოსახლარის მახლობლად, ბერიკლდეები მეორის 2-ზე, ბერიკლდეები 2-ზე. აქ 2015 წელს ჩინური კომპანიის მიერ სამშენებლო, ვთქვათ, ავტომანი მშენებლობისთვის მიწის მოსაგროვებლად მოიჭრა ეს საკმაოდ ვრცელი ფართობი და დაზიანდა ქვის ფილებით შედგენილი შუაბრინჯაოს ხანის სამარხი. მაშინ იულონ გაგოშიძის და მინდია ჯალაბაძის მიერ იქა გაწმენდილი ესეთი მცირე ზომის ქვაყრილი, რომელიც არ გათხრილა. აქ ხედავთ ჩვენს მიერ მის ასწორედ ამ ქვაყრილის გაწმენდის პროცესს. გაწმენდის შემდეგ, რომელმაც ძალიან დიდი დრო წაიღო, გამოვლინდა ესეთი ფორმის მცირე ზომის ყორღანი, კიდეებზე შედარებით მცირე ზომის ქვები იყო ჩაწყობილი. სამარხის მიერ იყო 3 სამეურნეო ორმო დაზიანებული, ერთი მტკვარ-არაქსის, 2 კი ხალკოლითის პერიოდის, აი კარგად ჩანს ხალკოლითური ერთი და მეორე აი ხო შედარებით უფრო ცუდად დაცული. ის წაგრძელება, რომელიც ჩანდა ფოტოებზე, აღმოჩნდა სამარხში ჩასასვლელი დრომოსი. უშუალოდ კამერა ქვაყრილის ზედა წერტილიდან სიღრმეზე დაახლოებით 2.40 მეტრს შეადგენდა. სამარხში არ დაფიქსირდა სამწუხაროდ ადამიანის ძვლები, თუმცა ხედავთ დრომოსთან მცირე შეღრმავებები, იგივე ჯიბეები იყო დატოვებული და ორივე მხარეს მოთავსებული იყო ხარის თავის ქალა და წინა კიდურებზე მოთავსებული. ცენტრში დაფიქსირდა ცხრის ჩონჩხი, სამხრეთ ქვემოთ ხედავთ საქონლის ქვედა კიდურებს და ცხრის მეორე ჩონჩხს. საბურთო ჯამში 13 თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა სამარხში.
ხედავთ ნიმუშებს, საინტერესო ორნამენტებს მქონე კათხა, მეორე კათხა, რომელიც მთლიანი იყო, არ იყო დაზიანებული, ხედავთ ჯამს, მცირე ზომის ჭურჭელს. მასალის დიდი ნაწილი ამჟამად არის სარესტავრაციოდ გადაცემული. სამარხში დაფიქსირდა ცხოველის ცვლებს შორის ესეთი ბრინჯაოს სატევარი, ხედავთ ინსიტუტ მდგომარეობაში და გაწმენდის შემდეგ. აქვე არის ობსიდიანის იერაღი, სავარაუდოდ საჭრისი. სწორედ მსგავსი სიტუაცია არის ლალი ჯავახიშვილის მიერ ნამოსახლარზე, ბერიკლდეების ნამოსახლარზე, შუა ბრინჯაოს ხანის ჩაშვებულ ერთ-ერთ სამარხში, ნომერ მე-5 სამარხში, რომელიც სამარხის დაკრძალვის წესსაც იმეორებს და ფორმებსაც. ხედავთ სამარხის მიერ დაზიანებულ ორმოებს, ეს არის ნომერი 1, ხალკოლითური ორმო, ეს უშუალოდ ჭრილი სამარხიდან. არქეოლოგიური მასალა, უმეტესობა, რა თქმა უნდა, ეს არის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, იყო დიდი რაოდენობით ცხოველის ცვლები, რომლებიც ავიღეთ ნიმუშის ცვლების. ეს არის ხალკოლითური ორმო ნომერი 2, რომელიც შედარებით უფრო ცუდად იყო დაცული. ხედავთ არქეოლოგიურ მასალას აღნიშნული ორმოდან და ნომერი მე-3 ორმო, რომელიც თითქმის მთლიანად იყო დაზიანებული აღნიშნული სამარხის მოწყობისას, ის ჩაჭრეს და მხოლოდ მცირე ნაწილი დაახლოებით მე-4 იყო შემორჩენილი. სამარხში ძალიან საინტერესო მასალა დაფიქსირდა, ხედავთ კერის ფრაგმენტს, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს, რომელიც გაცილებით ადრეული არის ვიდრე ის მასალასთან შედარებით, რომელიც ჩვენ დოღლაურის სამაროვანზე გამოვავლინეთ და სამარხში ასევე დაფიქსირდა ერთი ობსიდიანის ისრისპირის ფრაგმენტი. ჩვენ რაც მთავარია, ეს არქეოლოგიური გათხრები და არქეოლოგიური დაზვერვები ჩავატარეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში მოსახლეობის დინამიკა სამხრეთ კავკასიაში ადრეული ბრინჯაოდან რკინის ხანამდე დედოფლის მიდრის არქეოლოგიური კომპლექსის მიხედვით. ხედავთ პროექტის წევრებს ეკრანზე. ჩვენი არქეოლოგიური სამუშაოების მიზანი იყო ბიოარქეოლოგიური კვლევებისთვის ოსტეოლოგიური მასალის მოპოვება, რადგანაც წინა წლების გათხრების თანამდებარე ძვლოვანი მასალა ძალიან ცუდად იყო შემონახული. და კვლევებისთვის ასე ვთქვათ, არ იყო გამოსადეგი. ჩვენ 2000 მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს შემდეგი კვლევები, ეს არის დნმ-ის კვლევა, რომელიც უკვე ჩაატარეს რომის სტორვერგატას უნივერსიტეტში და მიმდინარე წლის აგვისტოში ათენში ევროპის არქეოლოგთა ასოციაციის კონგრესზე გაკეთებენ შედეგების პრეზენტაციას. ასევე ვაპირებთ ანთროპოლოგიურ კვლევას თესეუს ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში ქალბატონ ლიანა ბითაძესთან. ამ პროცესში ჩვენ უნდა დაგხმარებოდა იტალიელი ანთროპოლოგი ფრანჩესკა ბერტოლდი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა და მის მაგივრად ფლორენციის პრეისტორიის მუზეუმისა და ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ლაბორატორიის დირექტორი ფრანჩესკო ფაბრი დაგვეხმარება აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაში. იზოტოპურ კვლევებს გვეგმავთ პარმის უნივერსიტეტში, რადიოკარბონული ანალიზი დაგეგმილი გვაქვს კულტენგენჰორნის არქეომეტრიის ცენტრში გერმანიაში და პალინოლოგიური კვლევები დაგეგმილია ფლორენციის უნივერსიტეტში. მადლობთ ყურადღებისთვის. მოგესალმებით, გიორგი მიდიაშვილი. ბატონ ნიკოლოზ, მე მაინტერესებს ეს ორი საკითხი. გეოფიზიკის
გეოფიზიკური კვლევების ეფექტი რამდენად არსებითი იყო აი ამ კვლევების დროს სამაროვანზე, დოლაურის სამაროვანზე. ეს ერთი კითხვა. და მეორე, აკლდამის ნომერი 6 აკლდამის დრომოსი ან შესასვლელი რაღაც ან ჩასასვლელი რაღაც. მრავალჯერადი გამოყენების სამარხი როგორც ჩანს რა. ეს მაინტერესებს. მადლობა. ჩვენ გეოფიზიკური დაზვერვები ჩავატარეთ ილიაუნის სეისმოლოგიის ინსტიტუტის დახმარებით. როდესაც ვატარებდით დაზვერვებს, გადაატარეს აპარატი, ოღონდ ზუსტი აპარატის დასახელება მათ მიერ მოწოდებულ ანგარიშში არის, რა თქმა უნდა. თუმცა პრობლემა იყო მიწის საფარი და ის რომ აღნიშნული ტერიტორია ხშირად მუშავდებოდა და ტექნიკისგან იყო ძალიან, ესე ვთქვათ, ავტობანის მშენებლობისას, ანუ ქვების გროვა გადაადგილებული, ესე ვთქვათ, ძალიან იყო სახეცვლილი ეს ტერიტორია. შესაბამისად, ანომალიას ხშირად იძლეოდა რამდენიმე ქვის გროვაზე, რომელიც მაინც და მაინც არ იყო აუცილებელი არ იყო სამარხი ყოფილიყო. დიახ. ან გადაადგილებული ქვები. მაგალითად 5 ქვა, რომელიც ესე ერთად მოხვდა და მისცა აპარატს ანომალია. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ დაზვერვა განხორციელებული იყო ისეთ პერიოდში, როდესაც ბალახოვანი საფარი საერთოდ არ არის და შეიძლება უფრო ზუსტი ყოფილიყო ეს კვლევები. ვერიკლდეებზე ასევე მოგცა რამდენიმე წერტილზე ანომალია, უბრალოდ ჩვენ ვეღარ მოვასწარეთ წირი ბიუჯეტის გამო ამ ანომალიების შესწავლა, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება მათი გადამოწმება, არის თუ არა იქ რაიმე ტიპის სამარხი, იმიტომ რომ ის ტერიტორია არასდროს ყოფილა სამეურნეო სამუშაოების არეალი. შესაბამისად, დიდი ალბათობა არის, რომ კარგად იყოს დაცული და ანომალიებიც სწორედ სამარხისკენ მიუთითებდეს. რაც შეეხება 6 მე-6 სამარხს, აი ეგეთ ხედავთ სამხრეთ ნაწილში მოზრდილი ქვები იყო მოთავსებული. აქ ახლა არ არის უბრალოდ სხვადასხვა მუშაობის დროს დავაფიქსირეთ გადმოწოლილი ქვიშაქვის ესე ვთქვათ მოზრდილი თლილი ქვები. სავარაუდოდ სწორედ ამ მხრიდან ხდებოდა ჩასვლა, მით ერთი ძალიან ფრაგმენტულად შემორჩენილი ოსტეოლოგიური მასალა აი ამ სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა. ალბათ ყველაზე გვიანდელი მიცვალებული, რომელიც ჩაალაგეს და ასე ვთქვათ, ჩაასვენეს სამარხში. მაგრამ ეს ძვლები არ არის სუსისტემოდ, ასე ვთქვათ, მიყრილი, არამედ ორგანიზებულად არის დაალაგებული. სავარაუდოდ მრავალჯერადაც ხდებოდა ამ სამარხში ჩასვლა და ახალი მიცვალებულის ჩასვენება. ესეთი იმედია გრაფიკას და ჩახატულის. დიახ. ამ დნმ-ის კვლევაზე არის ამ ეტაპზე ყველა ცვალი და ძალიან საინტერესო იქნება ამათი ურთიერთმართების შესწავლა. სომხებს აქვთ აღნიშნული დნმ კვლევები მსგავსი ტიპის სამარხებზე და იქ არ არის დადასტურებული, ანუ ამ მსგავსი ტიპის სამარხებში არც ერთ დასვენებულ ინდივიდებს ერთმანეთთან არანაირი ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ. და ძალიან საინტერესო იქნება ამ შემთხვევაშიც რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.